როგორც პოლიციას, საპატრულო პოლიციას აგერ წეღანაც წავიკითხე, რომ მე მოქალაქეების თვალში დასაცინი გავხდი. დობა ჩემს მიერ მოქალაქე რომ ხვდება რომ ვაჩერებ. ხო, ჩემს მიერ მოქალაქის მიმართ დამცინავია და შემლახველია, იმიტომ რომ ნასვამი ხომ არ ახარ ახლა მე რო გავაჩერებ ავტომანქანას და მოქალაქე მაგას მეტყვის. აი ეს არის ჩემი რეპუტაციის რა ქვია შემლახველი. მოქალაქეების თვალში. კი არის მოქალაქეები. ნასვამი და დამცინავი იმით. რამდენი შემთხვევა იყო ასეთი? არ დამითვლია. 10-ზე მეტი იყო თუ 10-მდე? არ ვიცი. თქვენ როდესაც მოქალაქეს ეკითხებით, ნასვამი ხომ არ ახართ, ეგ დამცინავია თუ არა? თქვენ შეკითხვა არ დაგისვიათ მარტო, თქვენ გამოაქვეყნეთ ის რომ მე აქვს თუ არა მოქალაქეს იმის უფლება, რომ ალკოტესტის მოთხოვნისას გთხოვოთ, რომ ჯერ თქვენ შეამოწმეთ ალკოტესტი. კი, ქონია ეგეთ შემთხვევა და შემოწმებული ვართ, კი ბატონო. მაგრამ ამით მიმართ გენერალურ ინსპექციას და შემომოწმებენ ალკოტესტს. ზუსტად რო ფიზიკა. გავსინჯოთ. ზუსტად რო ფიზიკა. წავიდეთ ნარკოლოგიურში და გავსინჯოთ. გეგ შეგიძლიათ გაასაჭიროთ, მიყვიდეთ, მიგზავნოთ ალკოტესტი ხო გავართ? მომისმინეთ. მე გორიდან გირეკავს მოქალაქეობას. თქვენ თანამშრომელი ჯაბა ხუთიშვილი სავარაუდოდ არის დასამ მდგომარეობაში. შეიძლება მოვაქცეთ ყურადღება. ერთ წუთი გამორთეთ, მე ვარ ქალაქის უბნში, მოედო საფელე. კაჩზე. ამი კავშირდებიანო. შემდგომი ორგანოდან და შემომოწმებენ თქვენ თავდასწრებით ალბათ, რა ვიცი. როდის დაგიკავშირდეთ? არ ვიცი. აქვეში ჯერ აქვე არ ჩაიტარეთ ალკოტესტი. ალკოტესტს არის შემდგომი ორგანო, რომელიც შემომოწმებს თქვენ ოფიციალურად. თვითონ მე ჩაიტარეთ. ოფიციალურად შემომოწმებს. რატო არ იტარეთ ალკოტესტს? რატომ არ? მე ყოველ დილით ვიტარებ, როცა გამოდივარ სამსახურში. თქვენ ეს გენისპექციის ფარგლებში აწარმოეთ ეს ეცა მაღაზიაში ვარ, გამოვა და დაგელაპარაკე, მაცალე ახლა რა. მაღაზიაში ვარ, ყიდულობ, ხო? მიბძანდი ერთი წამი, გამოვა და გეტყვი. კი ბატონო. მიბძანდი. მაღაზიიდან მიბძანდე? ხელში მიშილ წინ მიდგები და ახლა შეიძლება პური აღარ ვჭამ უკაში. აგვიხსენით პროცედურები თუ შეიძლება როგორ ხდებოდა გენერალურ ინსპექციაში. გენერალური ინსპექცია როგორ ატარებს ეგ მე როგორ უნდა აგიხსნათ? მე ჩემ კომპეტენციაში რაც არის, იმას აგიხსნით, მოვახსენებ სასამართლოს ახლა. თქვენ არასოდეს არ გიმუშავიათ გენინსპექციაში. გენერალურ ინსპექციაში არ მემუშავე. რატომ შეამოწმეთ? კიდევ ერთხელ თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდებოდა. ანუ მე გამიჩნდა კითხვა. თქვენ იქნებოდით ჩემი ხელმძღვანელობა იქნებოდა თუ ნებისმიერი ვისაც შეეხებოდა კომპეტენციის ფარგლებში ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო რომ ჩაგეტარებინათ? კი ბატონო. სხვა არავის დაუვალებია? ყოველდღიურად თუ ამოწმეთ ხო კიდევ ერთხელ მოგახსენეთ არავინ მავალდებულებს მე რომ ყოველდღიურად ეს არის კანონით გაწერილი. ამ შემთხვევაში კიდე ჩავთვალეთ თავი საჭიროდ შემემოწმებინა კიდევ ერთხელ. და ქვითარი ამომიბიჭი და დამედო აღნიშნული ქვითარი, ვისაც დაინტერესებდა და ახავდა აღნიშნულს. კი ბატონო, თუ მაშინ ასეთი კითხვებზე პასუხის გაცემა გიყვართ, რატო ჩემს კითხვაზე ადგილზევე არ შეამოწმეთ ბატონო ინსპექტორი თქვენი მეწვეული? თქვენ კი ბატონო გიპასუხებთ. იმიტომ არ შევამოწმეთ თქვენ ვალდებული ყავით მიგემართათ. როგორც ჩვენი სამსახურისთვის, ასევე მე მოგიწოდეთ და მე თვითონ გითხარით მაშინაც, მე მგონი არ ვარყოფთ რომ მიგემართათ გენინსპექციისთვის. რატომ ჩაატარეთ 2 საათის მერე შემოწმება?
ავიც დარღვევას ვერ ხედავ, მე 2 საათის მერე ჩავატარებდი თუ 1 საათის მერე, მაგას დარღვევა ცოტა მიკროფონთან რა. დარღვევას არ ვერ ვინ ესწრებოდა ამ პროცესს? განყოფილების უფროსი. გიორგი ხაჩიძე. დიახ. კიდევ გიორგი ხაჩიძე. მეტი არ არის და თქვენ. მე იმ წუთას გიორგი ხაჩიძე, მე და პატრულ ინსპექტორი იყო, რომელსაც ვამოწმებდი. ხომ არ ყოფილა შემთხვევა მოქალაქეს გაესაჩივრებინოს თქვენი ალკოტესტის ქვითრის შედეგი და ექსპერტიზის პასუხი მოვიდეს საპირისპირო. მე არ მქონია თქვენ არა, მაგრამ თქვენ სამსახურს. არ ვიცი, ახლა სამსახურში უშუალოდ შეიძლება ვერ ამეხდება, ახლა ჩემ გუშინც მესმენაში არ ვიყავი, რა მოხდა? მე არ ვიცი ახლა, მაგრამ ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში ეგეთი რამე არ დაფიქსირებულა და არ გამი. ანუ არ იცით თქვენ სამსახურს აქვს თუ არა ესეთი ფაქტები? ხო, ამ წუთას არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ იმაში კომპეტენტური არ ვარ. ეს ალკოტესტის ტექნიკა ვინ მოიტანა? თქვენ გქონდათ თქვენი მუშამდგომარეობაში იყო და ანუ ის ეკიპაჟიდან ამოვიღე, ზუსტად აღარ მახსოვს რომელი ეკიპაჟიდან, ჩემი ეკიპაჟიდან ყოველ შემთხვევაში არ ამომიღია, ამოვიღე რომელიღაც ეკიპაჟიდან. შეუულებრივად შევამოწმე. ნებისმიერ ეკიპაჟში დევს ალკოტესტი, რომელზეც შეუულებრივად მე ვარ შემიძლია ამოვიღო, შევამოწმო მოქალაქე თუ ჩემი თანამშრომელი. ბატონო ალექსანდრე, კი ბატონო. ხო გაიხსენოთ. აი ამ შემოწმების პროცესში ჩვენი გადაღებიდან შემდეგ 2 საათის შემდეგ გიორგი ხაჩიძის დაბარებამდე და ასე შემდეგ. გენერალურ ინსპექციასთან რაიმე შეხება ხომ არ გქონდათ? ამ საქმესთან მე დაკავშირებით. არაფერი არ მქონია გენერალურ ინსპექციასთან შეხება. ხოვთ რომ ბატონი გიორგი ხაჩიძე იქნას დაკითხული, რომელიც ასევე აღნიშნავს იმის შესახებ, რამდენად აქვს ამ ალკოტესტის ქვითას შეხება გენერალურ ინსპექციასთან. თუ კი ჯავახუციშვილის ან ნებისმიერი პატრულ ინსპექტორის გადაცნობა დადასტურდება, საუბრობ არაფრიზე მდგომარეობაში ყოფნას. ეკისრება თუ არა ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მისზე მდგომს? გააჩნია, ეგ უკვე ზევით არის გადასაწყვეტი. სხვა სხვა არ ქონა. 2 საათის შემდეგ რატო გადაწყვეტეთ? საქმე ისე იყო, რომ სხვა გამოძახებაზე ვიყავი, როცა მოვიცალე ჩემი თანდასწრებით შევამოწმე. ბატონ გიორგი, ამ 2 საათის განმავლობაში თქვენ ხო მივხვდით, რომ მე გენერალურ ინსპექციაში დავრეკე. არ ყოფილა რაიმე ზარი გენერალურ ინსპექციიდან. ჩემთან არ ყოფილა, სხვასთან ვერ გეტყვი. საერთოდ შემოწმების თაობაზე ხო შეიძლება პირდაპირ გენერალურ ინსპექციიდან არ დაერეკათ და დაერეკათ ჯერ სხვაგან, ან უშუალოდ საპატრულო პოლიციის უფროსთან და მე საპატრულო პოლიციის უფროსზე თქვა, აი ეს ვიგულისხმე და ესეთი რამე თუ ყოფილა. ანუ სხვა ფირმა ხომ არ დაგავალა? კი. ამის ჩატარება, სწორად კი. არა, სხვა ფერი არ ყოფილა. უბრალოდ ჩემი ინიციატივით შევამოწმე, რომ სამომავლოდ პატრულ ინსპექტორის პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. რატომ არ გადაიყვანეთ პატრულ ინსპექტორი ჯაბახუციშვილი ნარკოლოგიურ ცენტრში? მაგის საჭიროება არ იყო და რა დროს გადაყავთ ხოლმე ნარკოლოგიურ ცენტრში მოქალაქეები? როცა ვიზუალურად ეთქობა, რომ შეიძლება იყოს ან ალკოთრობის ქვეშ, ან ამე ზემოქმედების ქვეშ ნარკოლოგიური. ასევე ალკო, ხო? ალკო როცა არის და შეამოწმებს და არ ამოდის, მე გაგიჩნდება სურვილი, რომ შეიძლება იყოს რამე მოხმარების ზემოქმედების ქვეშ. ანუ თქვენ შესაძლოა ეჭვი გაქვთ, რომ ის იმყოფება თრობის ქვეშ, ალკოთრობის ქვეშ, მაგრამ იმის გამო, რომ ალკოტესტი არ აჩვენებს, მიყავთ ნარკოლოგიურში და ასეთ შემთხვევაში წერალ მე ეკითხეთ, ამოსულა ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით თქვენთვის ასვლელი შედეგი? ხშირ შემთხვევაში არა, ხან დადებითია, ხან უარყოფითია. რა პროცენტია ერთის და მეორეს დაახლოებით? მაგ პროცენტებს ვერ გავხსნით. ჩვენ წინასწარ ყოველთვის ვიზღვევთ თავს. ნებისმიერი მოქალაქის ასეთი საუბრის შემდეგ, სადმე რეკავს, არ რეკავს თუ რაღაცა, გინდაც არ დარეკოს. ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვაკეთებთ და მომზადებული ვივართ წინასწარ, რომ მისი ბრალეულობა არ დამტკიცეს. მე უბრალოდ ვამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ჩემს სიფხიზლეს ალკოტესტის ქვითრით. სხვა არაფრით.
სალაში რომელიც არის წარმოდგენილი იქ მხოლოდ და მხოლოდ ჩანს ეკრანზე მითითებული ციფრები ესეც არ ვიცით რა ციფრებია არ ვიცით იმ ეკრანიდან ამოვიდა ეს ქვითარი თუ სხვა იქიდან ამოვიღეს ეს პროცედურაც არ ჩანს ჩაგიტარდათ თუ არა ლაბორატორიული ექსპერტიზა თავარზე გადავიდეთ არა 2015 წლის 14 იანვარს 15 იანვარს 16 იანვარს ის 20 იანვრამდე. ჩაგიტარდათ თუ არა გენერალური ინსპექციის მიერ ლაბორატორიული შემოწმება? არა. დადგენილია, რომ 2 საათის ვადაში ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა უმნიშვნელოდ იცვლება. შესაბამისად, არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ თვრალი ვიყავით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თუ შეიძლება რომ მითითოთ რომელი კანონიდან გამომდინარე თვლით რომ ეს 2 საათი ასე ვთქვათ ის დასაშვები ნორმა არის რა ვადაშიც უნდა შემოწმდეს კონკრეტული პირის ანუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ფაქტი განსაზღვრულია სპეციალური ცოდნის გამოყენება სპეციალისტების მიერ არის განსაზღვრული ეს უშუალოდ ეხლა მე ვიცით რა მაინც ეგ საწერია რომ 2 საათი იქნებ არის დაუშვათ პირობითად ვამბობ 2 საათი ნახევარი 5 საათი ან 5 დღე განსაზღვრული ბატონო მოსამართლე მე ამას უშუალოდ თქვენ ვერ გაგიმარტავთ და რატო ვერ გაგიმარტავთ ჩვენი მოქმედის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნებისმიერი მოქალაქის სიტყვაზე ვლაპარაკობ ალკოტესტის შემოწმების დროს თუ იმას გასაჩივრების ვადა აქვს 2 საათი უბრალოდ ჩვენც ვეუბნებით მაგას რომ თუ არ ეთანხმები ამ ალკოტესტის შედეგებს ამ 2 საათის ვადაში უნდა წავიდეთ და შემოწმდეს ხო იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ახლა პირადად კანონი და ესე არ ვიცი ზეპირად შეიძლება მაგის მოძიება ხო მე ვარ გაფრთხილებული იმით რომ 2 საათის ვადაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და შეიმოწმოს სისხლის აღებით და ასე შემდეგ ხო თუ ჩვენ ალკოტესტის შემოწმებას არ ეთანხმება და რატომ გინდათ რომ ეს პიროვნება დავკითხოთ დიახ მოგახსენებთ ქალბატონი ნინო გიორგობიანი სიტყვები ჩვენ მოყვანილი გვაქვს ჩვენს მასალაში გარდა ამისა ჩვენ დავიყრდენით სწორედ მის ინფორმაციას რომ თქვით ჩვენ ამავე ჩვენს მასალაში რომ გენინსპექციის აზრით ეს პატრული ინსპექტორი არის ფხიზელი შესაბამისად ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ქალბატონმა ნინო გიორგობიანმა ჩვენ მოგვატყუა იმიტომ რომ როგორც შემდგომში მე გავარკვიე უკვე ოფიციალურად მოწერილი წერილიდან საპატრულო დეპარტამენტიდან გავარკვიეთ რომ ალკოტესტის ასე ვთქვათ შემდგენელი არ არის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის დაკითხვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო არის პრესამსახურის უფროსი და მას მოკვლევასთან შეხება არ აქვს თქვენ არ იფიქროთ რომ პოლიციელები რაღაც მარტო ჩვენ ველოდებით რომ ისინი თავისი იქნებიან კარგები ესე არ არის მათ ჭირდებათ ერთგვარი კონტროლი და ამ კონტროლს აკეთებს გენერალური ინსპექცია ბატონო ვაღამ ხატრიძე არის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ერთ-ერთი ისეთი სტრუქტურა არის ჩვენი სამინისტროს რომელიც რეალურად მე პირადად ვეძახი სამინისტროს სინდის